გამარჯობა, მოგესალმებით. Თქვენთან ერთად არის მატეუ შოკონი. მოგესალმებით ის არხზე. დღევანდელ ეპიზოდში მინდა გაჩვენოთ და გითხრათ რამდენიმე სიტყვა ჩვენი სერიის კიდევ ერთი მოდელის შესახებ. ეს ბაქაკის მკვდარი წერტილის კუდია, რომლის სიგრძე 8 ინჩია და 210 მმ. მოგიტვევთ. 12 ფერში იყიდება, ისევე როგორც სერიის დანარჩენი 3 მოდელი. ძირითადად შექმნილია ვერტიკალური მეთოდით ქარიხლაპიების დასაჭერად, მაგრამ ასევე გამოიყენება სანდაჭებისათვისაც. ამიტომაც შევამცირეთ ზომა 210 მმ-მდე, რათა ეფექტურად დავიჭიროთ სანდაჭები. როგორც ხედავთ, მას ძალიან ნაზი გვერდითი ფეხები აქვს. კორპუსი ბაქაკის ფორმისაა და იდეალურად იმიტირებს ბაქაკს. კუდი კი უკვე ჩემი ფანტაზიის ნაყოფია. აქ დავამატეთ კუდი ბაქაკის ჭუპრისგან სპეციალური ღეროთი, რომელიც ამ სათღვარას კარგად ამაგრებს და უზრუნველყოფს მის სწორ მოძრაობასა და პრეზენტაციას. ყველაზე წვრილმანი დეტალებიც კი ამ სათღვარას წყალში ძალიან ბუნებრივ და დახვეწილ მოძრაობას ანიჭებს. ასევე შესანიშნავად იზიდავს თევზებს თავდასხმისთვის, მაშინაც კი, როცა ანკეს არაფერს ვაკეთებთ, ფეხები წყლის ნაკადისზე მოქმედებითი ნაზად ირხევა და მოძრაობს, რაც ხშირად სრულიად საკმარისია თევზის გასაღიზიანებლად და თავდასხმის გამოსაწვევად. არ გვჭირდება ანკესის კიმკაჩვა ან სათღვარას ძალიან ძლიერად გბენა. საკმარისია მხოლოდ დეტალები და სწორად გადმოცემული ფორმა. ახლა გაჩვენებთ, როგორ მუშაობს სათღვარა აკვარიუმში, რათა თავად ნახოთ ყველა ამ ფეხისა და კუდის მოძრაობა. ჩვენი ბაქაკის სათღვარას შეგიძლიათ იგივე პრინციპით დაამაგროთ, როგორც რომელიც უკვე ადრე გაჩვენეთ. ასევე შეამოწმეთ და ეცვიეთ ჩვენს ვებგვერდს. იქ ნახავთ კატალოგის განყოფილებას. კატალოგში წარმოდგენილია ყველა აღწერა ანკესების ზომების შესახებ და გრაფიკულად ნაჩვენებია სათღვარების დამაგრების ვარიანტები. ასე რომ იქ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია დაგხვდებათ. და ახლა მალე გაჩვენებთ, როგორც წინა მოდელებში, ამ კიანკის ძირითადი დამაგრების ვარიანტს, რათა გაჩვენოთ, საიდან ჯობია დაიწყოთ. დანარჩენი კი უკვე ცდისა და შეცდომის ექსპერიმენტების საკითხია. ახლა გაჩვენებთ კლასიკურ დამაგრებას მრგვალ ჩასახრახნავს სატვირთო ტყვის თავზე. ასევე გვაქვს პატარა ანკესი. პატარა ანკესი მოდის პინებთან ერთად. გვაქვს ჩასახრახნავი ჯიგის თავი. საკიდი და 2 დამაკავშირებელი რგოლი. შეგვიძლია გამოვიყენოთ 2 საკიდი, ორმაგი ან სამმაგი საკიდი იმის მიხედვით, რამდენად შორს გვინდა ანკესი გადავწიოთ. ვიღებთ ჯიგის თავს, დამაკავშირებელ რგოლს და ვამაგრებთ ამ რგოლს თავზე. მას ზემოდან დავამაგრებთ. გადავატარებთ. ვიღებთ საკიდს. საკიდს მაშინვე ვამაგრებთ, რომ ერთი და იგივე მოქმედება ორჯერ არ გავიმეოროთ. და გვაქვს თავის საკიდთან და დამაკავშირებელ რგოლთან ერთად, რაც უზრუნველყოფს მის მყარად დაფიქსირებას. შემდეგ ვამატებთ მეორე დამაკავშირებელ რგოლს, რომელიც დამატებით სიმტკიცეს ანიჭებს კონსტრუქციას და ანკესის მიმაგრების შემდეგ მთლიან რგოლს ვატარებთ, რათა საბოლოო ჯამში მივიღოთ ასეთი კომპლექტი, რომელიც მზად არის გამოსაყენებლად. შემდეგ ვიღებთ ჩვენს 'Trans Backups.
ვაცურებთ ღეროს ძალიან ფრთხილად და ნაზად ვახრახნავთ, თან მყარად ვიჭერთ თავს, რომ არ დაზიანდეს. აი, ასე. და ვარჯობთ ანკეს ჩვენს ბაქაკის ზურგში. ეს ასე გამოიხურება. ეს არის პირველი კლასიკური თავის დამადრება. ანკესების ზომებს და ყველაფერს კატალოგში ნახავთ, როგორც უკვე ადრე ვახსენე. ახლა გაჩვენებთ თევზის თავის მონტაჟს. შეგვიძლია პირდაპირაც ვჭრით თავს ტანიდან, ან ნაკლებადაც შეგვიძლია მოვჭრათ, რა თქმა უნდა. ვარჯობთ ჩვენს ღეროს და ვახრახნავთ ტანში. აი. და უკვე მორგებულია ჩვენს ტანზე. აქ გვაქვს იგივე აწყობილი ნაკრები, ანუ დამაკავშირებელი რგოლი, ბრუნავი, რგოლი და ანკესი პინებით. ვიღებთ რგოლს, ვამაგრებთ რგოლში. ვაერთებთ და ვარჯობთ ჩვენს ტანს. ძალიან. ახლა ვიღებთ მთელ ვოლფრამის თავს. 26 გრამიანები ძირითადად კაუჩითაა. მე უბრალოდ ვჯრი ამ კაუჩს. ტოვებ ღეროებს, რომ თავი არ ამოვიდეს სათღვარიდან და ვამადრებ ბაქაკზე, ვარჯობ რეზინაში, ვატრიალებ და პინი იჭერს და ამადრებს. შემდეგ ნელა ვახრევ სამაგრს, რომელიც ანკესს ამადრებს. და წინასწარ კარგად მომზადებულ შეკრულ ანკეს 0.5 სუმის ფლეთი ონკაზე ვამაგრებ თავზე. შემდეგ, როცა დავამადრებ თვალზე, ფრთხილად და ზუსტად ვაერთებ. ვაერთებ ტანზე, რომ ყველაფერი სწორად და მყარად იყოს დამაგრებული. ამის წყალობით ყველაფერი ერთ მთლიანობად იქცევა. მადლობთ, რომ უყურეთ ამ მოკლე ვიდეოს. არ მინდოდა მოგეწყინათ, ან განმეორებით მეჩვენებინა მეტი აღჭურვილობა და სხვა დეტალები, რაც ბლეიკის თავაკას ეხებოდა. ამიტომ ეს ვიდეო ცოტა უფრო მოკლეა. ხოლო შემდეგ სერიაში, რომელიც უკვე ბოლო იქნება ის სერიიდან გაჩვენებთ, ეს არის ბოლო სათღვარა, რომელსაც შემდეგ ჯერზე წარმოგიდგენთ. გმადლობთ. ასევე გეპატიჟებით ზეზე რომ გამოიწეროთ ჩვენი სოციალური ქსელები. იმედია არ მოგაწყინეთ. თუ გსურთ რაიმე ნახოთ, მოისმინოთ, ან უბრალოდ ისაუბროთ, დაგვიწერეთ. შესაძლებლობის მიხედვით აუცილებლად გიპასუხებთ. იხავით კარგად, ჰეი!